რა ხდებოდა ფრონტზე ბოლო დღეების განმავლობაში მოვყვები ამ ვიდეოში. სანამ ყურებას დაიწყებთ და ლაიქეთ ვიდეო, გამოიწერეთ ჩემი გვერდი, გააკეთეთ დონაციები. ხო, რა იყო ახლა ფრონტზე საინტერესო? ამ სარაკეტო დარტყმების და უპილოტოებით შეტევებთან დაკავშირებით ისეთი საინტერესო არაფერი არ მომხდარა. შედარებით ისეთი აქტივობა იყო ნაკლები. სხვათა შორის აქ აღსანიშნავია ერთი ტენდენცია, რომ უკვე 2 თვეა უკრაინელებს არ გამოუყენებიათ არც ატაკამსები და არც Storm Shadows ტიპის რაკეტები. ხო, სავარაუდოდ მე ვფიქრობ, რომ ეს გამოწვეულია იმით, რომ ამერიკელები აღარ აწვდიან სადაზვერვო ინფორმაციას. და ეს ტექნიკური დავალების შედგენა სადაზვერვო ინფორმაციის საფუძველზე ამერიკელების დახმარებით ხდებოდა და აღარ აკეთებენ მაგას. და ბოლო 2 კვირა მნიშვნელოვნად შემცირდა უკრაინელების დარტყმები უპილოტოებითაც და მათი ეფექტურობაც. ესეთი მასირებული შეტევა აღარ ყოფილა რუსეთის ტერიტორიაზე 100 მეტი დრონს რო უშვებდნენ და რაღაც 20-25 და ძირითადად აგდებენ რუსები, რაღაც შედეგები არ ყოფილა. რუსებსაც სარაკეტო დარტყმები რაღაც სერიოზული აღარ განუხორციელებიათ, გუშინ იყო 8 რაკეტა გაუშვეს გონი და შედეგები უცნობია. რუსები იძახიან ჟიტომირში ერთ-ერთ აეროდრომს დავარტყეთო, მაგრამ არანაირი კადრები არ არის. ამ უპილოტოებით ყოველღამე უტევენ ამ გერანებით, შაჰედებით, ისეც ეძახიან ესეც. მაგრამ იქაც რაღაცა მნიშვნელოვანი ისეთი რაღაცა ყოფილიყო, ყოველ შემთხვევაში კადრები არ არის. ძირითადად ოდესის ოლქში ურტყავდნენ რაღაცა პორტო ინფრასტრუქტურას და ენერგო ობიექტებს, რაღაც ქვესადგურებს და გაზის გადამამუშავებელ რაღაც საწარმოებს. რაღაცები ხდებოდა, მაგრამ ისეთი მნიშვნელოვანი არაფერი. ხო, ეხლა თვითონ მიწაზე რა ხდებოდა, მოდი დავიწყოთ კურსკის ოლქიდან. აქ იყო საკმაოდ მნიშვნელოვანი ცვლილებები ჩემი აზრით რა. ხო, რუსები გადავიდნენ აქ შეტევაზე ამ კურსკის შვერილის ჩრდილოეთ ნაწილში. დაიკავეს ერთბაშად რამოდენიმე სოფელი. ესენია მარევკა, პოგრებკი და არლოვკა. ხო, ეს არის ამ შვერილზე რა, ზევით რო არის და სავარაუდოდ ამ შვერილს მთლიანად მოჭრიან რა. ხო, ეს მარევკა და პოგრებკი ვიდეო კადრებიც არის დადასტურებულად არის. არლოვკაზე ჯერ არ არის კადრები არ ყოფილა, მაგრამ წერენ ეგრეაო და აი მე არის სოფლები ნოვა ესაროჩინა, სტარა ესაროჩინა და გადიან უკვე მალაია ლოგნიაზე. ეს საკმაოდ დიდი და მნიშვნელოვანი სოფელია ეს მალაია ლოგნია. ხო, აგრეთვე რუსებს წარმატებები ჰქონდათ კურსკის შვერილის აღმოსავლეთ ნაწილშიდაც. აქ სვერდლიკოვოს აღების შემდეგ გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ აიღეს სოფელი ლებედევკა. აგრეთვე პერიოდულად ამ სვერდლიკოვოს მხრიდან გადადიან ამ უკრაინის საზღვარს და შედიან სუმის ოლქში. მცირე სადაზვერვო ჯგუფები აქ სოფლებია ბასოვკა, ჟურავკა და ნოვენკა და ეგ შეაღწევენ ხოლმე, მაგრამ უკრაინელები იგერიებენ. მიზანი არის აი ამ ტრასის კონტროლის ქვეშ აღება რა, რომლითაც მარაგდება ეს კურსკის დაჯგუფება. ანუ პრინციპში საცეცხლე კონტროლი უკვე დამყარებული აქვს რუსებს ეს დრონებით და ემებით. ლოჯისტიკა არის ძალიან გართულებული და სავარაუდოდ მაგან განაპირობა ის, რომ ესე იოლად აიღეს აი ეს სამი სოფელი რა. ანუ უკვე რეზერვების შეყვანა და ის ძალიან გართულებულია რა. ეს დრონები უკვე სუჯაშის დაფრინავენ და აი ქალაქში თუ რამე ტექნიკაა დამალული და ის ყველაფერს წვდებიან რა. ეს ოპტიკურ ბოჭკოვანი დრონებს იყენებენ აქ ძირითადად რუსები, რომელსაც ეს რადიოელექტრონული ბრძოლის საშუალებები ვერ ახშობს რა. ანუ შნურით იმართება რა. ხო, კუპიანსკის მიმართულებაზე ისეთი საინტერესო არაფერი. უბრალოდ გააქტიურდნენ რუსები სევერსკის მიმართულებაზე. და აქ დაიკავეს სოფელი ბელოგოროვკა, ეს ძალიან მნიშვნელოვანი სოფელია და 2 წელი ეჩალიჩებოდნენ რუსები ვერ იღებდნენ და ეხლა რაღაცნაირად მოახერხეს და დასახლებული პუნქტი მთლიანად დაიკავეს, მაგრამ ცოტა სამხრეთით არის ცარცის კარიერები და ეს რაღაც ცარცის გორა და იქ ჯერ კიდევ უკრაინელები არიან და სანამ იმ პოზიციებს არ აიღებენ, შემდგომი წისვლა რუსების აქ გართულებულია.
თვითონ დასახლებული პუნქტი დაკავებული აქვთ რა. ეგ დროშებიც აღმართეს და რაღაცები. დასახლებული პუნქტი რა 2 წელია ბრძოლები მიდის. სახლების ნანგრევებია დარჩენილი მეტი არაფერი. პირობითად თქვია რა დასახლებული პუნქტი. უკრაინელებმა დაასტაბილურეს სიტუაცია ჩასოვიარის მიმართულებაზე, აქ რაღაც მნიშვნელოვანი წინსვლები არ ყოფილა. ტორეცკის მიმართულებაზე. ტორეცკთან რაღაც კონტრშეტევებიც ჰქონდათ წარმატებული. რაღაც ჯგუფებმა თვითონ ქალაქში და შეაღწიეს რაღაც მომენტში. ისეთი ყარი კონტროლი აქ არ აქვს რუსებს. რაც თავარია დაასტაბილურეს ფრონტის ხაზი უკრაინელებმა პაკროვსკის მიმართულებაზე, რა პირობითად აი ამ ხაზზე. აქაც მუდმივი კონტრშეტევები აქვს, ინტენსიურად იყენებენ ამ FPV დრონებს, დიდ ზიანს აყენებენ რუსებს და შემდგომი წინსვლის საშუალება უკვე აღარ აძლევენ. პირიქით რაღაც სოფელიდან გამოყარეს კიდევაც. აი უნდა იყოს სადღაც სოფელი უსპენოვკა. და გუშინ გავცელდა ინფორმაცია, რომ აი რუსები შესული იყვნენ ამ სოფელში და უკუაგდეს აქედან უკრაინელებმა. ცოტა უფრო სამხრეთით უკვე ნაკლები წარმატება ჰქონდათ უკრაინელებს. აი პირიქით რუსებმა დაიკავეს სოფელი ზაპოროჟი. ეს ქალაქი არ გეგონდეს, სოფელი ზაპოროჟია, ქალაქამდე ჯერ შორს არის. კიდევ უფრო სამხრეთით ამ კურახოვოს მიმართულებაზე მოკლედ ამ სოფელს უტევენ კონსტანტინოპოლს რუსები, მაგრამ ვერ აიღეს, მაგრად განანა უკრაინელები, მიუხედავად იმისა, რომ სამი მხრიდან უტევენ რუსები, ვერ შეძლეს. რუსები გააქტიურდნენ უფრო სამხრეთით ამ ველიკაია ნოვოსილკას მიმართულებაზე. აი ჰქონდათ საკმაოდ ისეთი წარმატებები რა. პერსპექტიული ასე ვთქვათ რა. აი დაიკავეს სოფელი ნოვოჩერევატო და გუშინ გავცელდა ინფორმაცია, რომ აქ არის სოფელი სკუდნა ესეც რა. და აი აქ საკმაოდ ისეთი წინსვლები აქვს რა, ტემპიც მაღალია, დასახლებული პუნქტები არ არის. უკრაინელების თავდაცვითი პოზიციები არის მინდვრებში და ტყის ზოლებში განთავსებული და აი ამ მიმართულებაზე უტევენ და გეგმა არის აი ამ დაჯგუფების, რომელიც პირდაპირ ვერ გატეხეს ვერაფრით იმის ზურგში გასვლა. ეს ახლა ოპერატიული ჩანაფიქრი იკვეთება რა. აი ეს კამარ სოფელი თუ აიღეს, აი მე ესე გადიან სამხრეთიდან ზურგში რა. და როგორც ჩანს ეს აქვს ჩაფიქრებული. ანუ პირდაპირმა შეტევებმა ეს არ გამოიღო შედეგი და ახლა ერთგვარი შემოვლითი მანევრია რა. და აქ რუსებს აქვს წარმატებები. მოულოდნელად რუსები გააქტიურდნენ ზაპოროჟიეს მიმართულებაზეც. აქ რა უნდათ არ ვიცი, მაგრამ აქ არის სოფელი პიაწიხატკი და ის სოფელი დაიკავეს რა. ეს სოფელი ჯერ კიდევ კონტრნასტუპის დროს აიღეს უკრაინელებმა. შორის როგორც მახსოვს, ოსური ბატალიონი იცავდა ამ სოფელს და მაშინ ბლომატოსები დახოცეს უკრაინელებმა რა. და ეს სოფელი დაიბრუნესავით და ეს ალბათ მოსინჯოა უბრალოდ, რამდენად მყარია აქ უკრაინელების პოზიციები. იმიტომ რომ რა ვიცი, ხა ამ მიმართულებაზე რაღაც სერიოზული შეტევები მე მგონი არ იგეგმება. შედარებით პაუზა არის იქით კუპიანსკის მიმართულებაზეც. უბრალოდ ინფორმაცია არ არის, თორე ბრძოლები გრძელდება. რამე მნიშვნელოვანი ის რომ იყოს, იტყოდნენ რა. აი ეს მდგომარეობა მოკლედ 26 თებერვლისთვის.